თამარ, ჩვენ უკვე 3 საათზე მეტია ვიმყოფებით დინგმის მთავარ სამმართველოსთან, სადაც ადვოკატები კვლავ არიან გარეთ. ახლა დაახლოებით 3 საათის წინ აქ გადმოიყვანეს ისაკო დევიძე, რომლის ადვოკატიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება და ახლა მივიდა მას ინფორმაცია, რომ ის შეძლებს თავის დაცვის ქვეშ ყოფის მონახულებას, ამიტომ უფრო მეც თავად ლაშას ვკითხავ. ლაშა, გამარჯობა. Როგორც იქნა 3 საათის შემდეგ თქვენ მოგეცათ უფლება, რომ მოგენახულებინათ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი, რომელსაც დღეს მიუვარდნენ, ასე ვთქვათ, სახლში. აი, გითხარით ახლა, რატომ გაჭიანურდა ასე პროცესი 3 საათის ლოდინი, რატომ დაუწევდეს ადვოკატს, რომ მოინახულოს თავისი დაცვის ქვეშ ყოფი და ასევე დღევანდელი პროცესი საერთოდ ჯამსით რომ შევაფასოთ, აი, რა იყო ეს საერთოდ, რა სიუაბდა ამით ეგრეთ წოდებული ხელისუფლება? დღეს სისტემა შეეცადა, რომ თავისუფალ ადამიანებზე მოეხდინა რეპრესიები, მაგალითად მოეხდინა ისაკო დევიძეზე. ისაკო დევიძეს არ მიეცა დაცვის უფლება, როდესაც ისაკო დევიძის სახლში ხრიკავდნენ, არ დაასწრეს დედამისი, რომელსაც ვალდებული იყვნენ, რომ დასწრებოდა, მაგალითად პოლიცია სოდა დაესწრო და ისაკო დევიძე შემდეგ გადმოიყვანეს აღნიშნულ სამმართველოში და 5 საათი არ მიეცა დაცვის უფლება, არ მანახეს, როგორც ადვოკატს, რომ მე ისაკო დევიძე მენახა, ხო, ყველანაირი სამმართველოები ჩარჩოდა, ეს პოლიციის შენობა გასულია, ეს კრიმინალი პოლიციელები გასულები არიან და ეხლა რატომ მომეცა საშუალება? ისაკო დევიძე უკვე იზოლატორში არის და ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები დაამთავრეს. ანუ არ უნდათ, რომ ადვოკატი დასწრებოდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას. მაგრამ მე აქედან შემიძლია უთხრა, რომ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რადგან ისაკო დევიძეს არ მიეცა ადვოკატის ყოლის უფლება, ეს საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა იქნეს სასამართლოზე დასაშვებად ცნობილი. ეს ყველა ქმედება იყო უკანონო. და თუ საზოგადოებას აინტერესებს, იცით ისაკო და რა მოიღეს, საქართველოს დროშა ამოიღეს, როგორც თითქოს მიტკიცება, ევროკავშირის დროშა ამოიღეს, როგორც თითქოს მიტკიცება. ანუ ეს რა დანაშაულია ადამიანს, როდესაც ევროკავშირის დროშა აქვს, ან საქართველოს დროშა აქვს, რატო ამოიღეს ეს ყველაფერი, ხო? ასევე ამოიღეს 2000 ლარი თანხა, რომელიც იყო კრედიტით გამოტანილი, რომ დედამისისთვის გაეკეთებინათ ოპერაცია. აი ეს თანხა მოიღეს ისაკო დევიძესთან, ეს ხო არა ქართული, არა კანონიერი საქციელია, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რამენერად უნდათ, რომ თავისუფალი ადამიანები დააშინოთ. თავისუფალ ადამიანებს ვერ აშინებენ, თქვენ ძალიან კარგად იცით, ისაკო დევიძე როგორი გმირია, როგორი სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია და რა თქმა უნდა, ისაკო დევიძეს ვერავინ ვერ შეაშინებს. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. დღეს არის სისტემის დღე, ცდილობთ, რომ სისტემა დააშინოს ხალხი, ხვალ კიდე იქნება თავისუფალი ადამიანების დღე. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ ისაკო დევიძის სამოქალაქო აქტივისტის კომენტარს. ისაკო დევიძის სახლში დღეს დაახლოებით 3 საათისთვის შევიდნენ, როგორც ადვოკატისგან მოისმინეს, მისგან ამოიღეს მიტკიცებად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ასევე თანხა 2000 ლარი. ისაკო დევიძე არ იყო ერთადერთი, რომლის სახლშიც დღეს შევიდნენ, ილია გლონტიც დაიტოვეს თანადამფუძნებელიც, დაახლოებით 5 საათისთვის გადმოიყვანეს დინგმის მთავარ სამმართველოსთან. ახლა მის ადვოკატსაც გავესაუბრები, რადგან მისი შესვლა ჯერ ამ დრომდეც კი ვერ ხერხდება მისი დაცვის ქვეშ ყოფთან. ომარ, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. შეიძლება გითხარით, აი რატომ ჭიანურდება ახლა ამ მომენტში ასე ძალიან თქვენი დაცვის ქვეშ ყოფის მონახულება და საერთოდ ის პროცესიც რომ შევაფასოთ, რაც დღეს განვითარდა ილია გლონტის თავს. ილიასთან დაკავშირებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, შუადღით განხორციელდა ჩხრეკამი საცხოვრებელ სახლში. საორიენტაციო 4 საათიდან ილია გადმოყვანილი ყავ მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ეს ჩვენთვის ცნობილი არა რაიმე ოფიციალური წყაროდან, არამედ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დააფიქსირეს უშუალოდ ილიას შეყვანის კადრი მიცდებულ შენობაში და მათ შორის გავრცელდა შესაბამისი კადრები. 4 საათის განმავლობაში ადვოკატებს გვეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ იმავე გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ნახა, როგორ ითხოვდა ილია ადვოკატის მისვლას და დასწრებას მასთან ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებზე. ჩვენ არავითარი უკავშირი ამ მომენტამდე არ მეგვიღია, თუ რატო ვერ ხდება ან არ ხდება ჩვენი შეშვება, უფრო მეტი ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ილიას სტატუსთან დაკავშირებით. არის ის დაკავებული იმყოფება გამოკითხვაზე თუ რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს ამ მომენტისთვის მონაწილეობა. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ საშუალებას რაიმე დაზუსტებით გელაპარაკოთ, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის უფლება შეზღუდულია ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ფაქტობრივად მე-4 საათია უკვე ჩვენ მდგევართ ადმინისტრაციულ შენობასთან, გვაქვს სრული მზაობა შევიდეთ და დავისწროთ ყველა ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებას, მაგრამ ვერ ვიღებთ უკავშირს და ვერ ვიღებთ დაშვებას ილიასთან შესასვლელად. სწორედ ამიტომ არ ვიცი, მოლოდინი განსხვავებულია, ბუნებრივია და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა შეუძლებელია ილია დარჩება გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შენობაში თუ მას გაათავისუფლებენ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, მაგრამ ფაქტია უკვე ამ მომენტისთვის დარღვეულია მისი დაცვის უფლება.
ძალიან დიდი მადლობა თქვენის მენდით ილია გონტის ადვოკატს ომარ ფურცელაძეს, რომელიც უკვე დაახლოებით 4 საათზე მეტია იმყოფება აქ. ასევე დიგმის მთავარ სამმართველოსთან თქვენ გესმით შეძახილები არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მოკლედ ასეთია ვითარება ახლა დიგმის მთავარ სამმართველოსთან ილია გონტი დაიტოვეს სანადამფუძნებელი და ისაკო დევიძე არიან აქ გადმოყვანილი საკუთარი სახლის ჩხრეკის შემდეგ და აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით არ ვიცით თუ რა მუხლით შეიძლება დაიწყო გამოძიება მათ წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმე საათის წინ ვიქილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებად, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი კვლავ იწყებენ გამოძიებას ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს ფაქტები, დაკავებები და ეს განცხადებაც ერთმანეთთან კავშირში იყოს.